მოგესალმებით, იცით რაღაც ძალიან ძნელია საერთოდ ამ მოვლენებზე რაღაცნაირად მსჯელობა რაღაცა თუნდაც ტელევიზიიდან იქ რაღაცებიდან მე ძალიან მიჭირს იმიტომ რომ რაღაც ისეთ პასუხისმგებლობას გრძნობ რომ რა ვიცი ხა საერთოდ მოიშალა ამ ქვეყანაში მე მგონი ღამის ძილის მდგომარეობა საერთოდ ვიღაცას 7 ძილი გაუქრა ვიღაცას საერთოდ აღარ ძინავს იმ ხალხის მშობლებს ოჯახებს რომლებიც ახლა ციხეში არ ვიცი საერთოდ რაღაც მართლა ამ აბსურდის რაღაცა იმაში ჩავარდით და უკვე რომ ვეღარ ხვდები საერთოდ რა უნდა გააკეთო ან რას მიმართო ეგ სამართალი არ არის პოლიციელი აღარ არის არ ვიცი საერთოდ სახელმწიფო აღარ აგა გენგრევა თავზე მიგაქანებენ რაღაც ამ აბსოლუტურად შენ დამანგრეველი მტერის რაღაცა იმეებზე გატარებენ და ეს იწვევს რა თქმა უნდა აი ამ რაღაცა არ ვიცი შეიძლება ვიღაცაში ზიზღიც კი გამარა ის თუ ვიძახი რომ აი ის მე ზიზღი უნდათ რომ დათესონ ჩვენში რომ ჩვენ რაღაცნაირად შეგვზიზღდეს ერთმანეთი ის ადამიანები ვინც ჩვენზე ძალადობენ ის ადამიანები ვინც აი ამ სკამებს ჩაბღაუჭებულები არიან და აი ამ რაღაცა საშინელ რაღაცა უწესობაში იღებენ მონაწილეობას და ჩაგრავენ ასე ვთქვათ ხო მაგრამ იცით აი ზიზღი მე მგონი აი ყველაზე რაღაც ისეთი საშიში მდგომარეობაა რაც რამაც შეიძლება რომ მოგიცვას სიბრაზე კი ბატონო და უაღრესად გაბრაზებული ვარ მე და გამწარებული აი სიმწყლის სრემლები მადგება ხოლმე ყოველ არ ვიცი რაღაც უსამართლო რაღაცა დეტალზე რომელიც შეიძლება ყოველ წამს ტელევიზორში არის ან ქუჩაში არის ან არ ვიცი სასამართლო პროცესებში და რაღაც ხოდა მე მგონი აი ეს ჩვენი ძალა ზუსტადაც მაგაში არის რომ აი ამ ზიზღმა არ მოგიცვას საერთოდ და ზუსტად აი ამ რაღაცა აბსოლუტურად მიზან მიმართულად რაღაცა აი ამ გზაზე ვიაროთ რომ ვიცოდეთ ზუსტად რას ვებრძვით და რისთვის ვებრძვით ამას და რას გვინდა რომ მივაღწიოთ და ეს ადამიანები თვითონ მსხვერპლი არიან მე ვფიქრობ ხო ამ სისტემის პირველ რიგში ეს იმიტომ რომ უსამართლობა დანერგეს უსამართლობა დათესეს და უსამართლობა არ ვიცი ჭარბობს და გრიმიტობს ამ ქვეყანაში და ამ ხალხზე ჩვენ რა უნდა გავუქცეთ ჩვენ ლინჩის წესით გასამართლებას ყوار დავიწყებთ არა როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება აუცილებლად დასრულდება მგონია ჩვენი როგორ ქვეყნის გამარჯვებით მე ვფიქრობ კანონი ერთადერთი გამოსავალი არის კანონმა უნდა იკანონოს ხო სასამართლო უნდა იყოს თავისუფალი და კანონი უნდა იყოს უზენაესი ყველასთვის ერთნაირი ის ვინც დაარღვია, ვინც იძალა და ის უნდა დაისაჯოს კანონის მიხედვით, ხო მე ხო ვერ დავსჯი იმას, მე ხო არ გავარდები ქუჩაში და იგივეს ხო არ გავაკეთებ, რასაც ესენი აკეთებენ. ესე იგი ვემსგავსები მე იმ მოწინააღმდეგეს, ვისაც მე ვებრძვი. და ამით მე ვსუსტდები, ჩვენ ვსუსტდებით, ხო? ერთადერთი რაღაც რაც მე მაწყნარებს და რაც მე იმიტომ რომ მე მინდა რომ ოცნება დამთავრდეს და დასრულდეს ეს აუცილებლად ესე იქნება და ის სუსტდება მარტო იმიტომ რომ ჩვენ ძლიერდებით აი ამ ჩვენი ერთობით და აი ამ ჩვენი ერთად დგომით და აი ამ ჩვენი რაღაცა შეუპოვარი ბრძოლით მე შეიძლება დღეს ციხეში არ ვზივარ შეიძლება ვიჯდე ხვალ არ ვიცი ხო მე ხა რაღაცა თბილი პოზიციიდან ვლაპარაკობ აქ თქვენთან ვზივარ სტუდიაში აი საერთოდ წარმოდგენაც არ მინდა ისინი რა მდგომარეობაში ამ ანალოგის